კვარაცხელიას საოცარი სტატისტიკა. ხუჩათი აღფრთოვანებული არნე სლოდი. ლუის ენრიკეს ქება კვარას. ვან დაიკი მამარდაშვილის დამსახურებაზე და ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი მამარდაშვილის კარში გატანილ გოლზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ პარიზიდან, სადაც ქართველების ისტორიული დაპირისპირება გაიმართა და ისტორიული შედეგებიც დაფიქსირდა. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ქართველები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი ძირითადში იყო და ორივე თავის გუნდში საუკეთესო. უფრო მეტიც, ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ხვიჩამ ლივერპულსაც გაუტანა და ამავდროულად გახდა პარი სენ-ჟერმენის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 4 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარა ზედიზედ მესამედ გახდა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე. გეტყვით იმასაც, რომ კვარა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 საგოლე მოქმედებით მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ კილიან მბაპე 15 საგოლე მოქმედებით და ხულიან ალვარესი 13 საგოლე მოქმედებით უსწრებს. თუმცა კვარა ამ მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორიცაა ჰარი კეინი 11 საგოლე მოქმედება, ლამინი ამალი და ვინისიუს ჟუნიორი 9 საგოლე მოქმედება. მოკლედ რომ ვთქვათ, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შეუჩერებელია. რაც შეეხება მამარდაშვილს, მიუხედავად გაშვებული 2 გოლისა, გიორგის 4 სეივი ჰქონდა და მისი გუნდის რიგებში არაერთი გამოცემისგან საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. საინტერესო და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 6 წლის შემდეგ პირველად ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. მამარდაშვილის კარგ თამაშზე ლივერპულის კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა და მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა. ამ უკანასკნელმა ასევე აღფრთოვანება ვერ დამალა ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე. კვარაცხელიაზე ისაუბრა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც. მამარდაშვილის კარში გატანილ გოლზე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამაც. ამ საინტერესო კომენტარების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მეტი გოლის გადანის შანსიც ჰქონდა და გარკვეულ ეპიზოდებში უნდა გაგვეტანა კიდეც. თუმცა საერთო ჯამში კარგი თამაში ჩავატარეთ. უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია. წინ ენფილდზე თამაში გველდება და ვიცით როგორი ატმოსფერო იქნება იქ. თუმცა მზად ვართ. უკვე დღეს დავიწყებთ მეორე შეხვედრისთვის მზადებას. გოლი ჩემი მეგობრის კარში. პირველ ტაიმში მან შესანიშნავი ბურთი მოიგერია. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მის გამო ნამდვილად მიხარია და საუკეთესო სულს ვსურვებ. კვარა ყველა ტურნირზე ერთი და იგივეა. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო და ის ამას ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. მას აქვს უნარი, რომ რთულ მომენტებში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. როდესაც ასეთი დონით ტურნირზე თამაშობ, ჭირდება მოთამაშეები, რომლებიც წნეხის ქვეშ არ იცვლებიან და კვარა სწორედ ასეთია. ის სტაბილურია, საიმედოა და ყოველთვის მზად არის ბრძოლისთვის. დღეს ისეთი თამაში ჩავატარეთ, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ. ეს იყო წარმოუდგენელი ატმოსფერო და შესანიშნავი თამაში. ცოტათი იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგა. სიურპრიზია, რომ ლივერპული ასე თამაშობს. როგორი ფეხბურთიც დღეს შემოგთავაზა. მიჩვეულები ვართ, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგეები ჩვენთან ადაპტაციას სწრაფად გადიან. დღეს ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიცით, რომ ენფილდზე თამაში უკიდურესად რთული იქნება. თუმცა ასეთ მომენტებში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება. სადაც არ უნდა ვითამაშოთ, გამარჯვებისთვის გავდივართ. ხვიჩამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ფეხზეც კი წამოვდექი და ტაში დაუკარე. ასეთ გოლებს ხშირად ვერ ნახავთ. თუ მთლიან თამაშს გადავხედავთ, ვფიქრობ გაგვიმართლა, რომ მხოლოდ 2-0 წავაგეთ. პირველი გოლი რთული გასატანი იყო, თუმცა კარგია, რომ კლუბ თამაშში ვართ. შეგვიძლია ისინი ენფილდზე მივიღოთ და ვიცით, რამდენად ძლიერია იქაური ატმოსფერო ჩვენთვის. მამარდაშვილს კი ნოიერის მსგავსი თამაში დასჭირდა. მისი მოგერიებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვუყურე რეალი ბაიერნის თამაშს და დავინახე, რომ მანუელ ნოიერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაიერნისთვის. ბევრი ბურთი მოიგერია. ვფიქრობ, რომ გიორგიმ ჩვენთვის სწორედ ეს გააკეთა. პარი სენ-ჟერმენის მსგავსი გუნდების წინააღმდეგ ასეთი თამაშია საჭირო. საჭიროა შრომის მოყვარე გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ გოლი არ გაატანინოს. თუმცა ვფიქრობ, ყველამ დავინახეთ, რომ ეს რთული იყო. როდესაც დღეს გიორგი დაგვჭირდა, ის აქ იყო. სამწუხაროდ პირველ გოლზე რიკოშეტი იყო, მაგრამ მან დღეს ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. მამარდაშვილის სეივები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გასულ წელს აქ ისეთი თამაში მოვიგეთ, რომელიც უნდა წაგვეგო. ეს მაშინ ალისონის დამსახურება იყო, რომელმაც ალბათ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მომავალ კვირას განსაკუთრებული თამაში უნდა ვაჩვენოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასული სეზონის ჩემპიონების წინააღმდეგ ვითამაშეთ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა Enfield-ზე 6 დღეში 14 აპრილს გაიმართება. რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი საქართველოს და კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-6 ტური, სადაც მორიგი ქართული კლასიკო გაიმართა. ტორპედომ დინამო თბილისს უმასპინძლა და არაერთი მომენტის მიუხედავად შეხვედრა ფრედ 0-0 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. თუ გაინტერესებთ მათი აზრი, ნახეთ კომაგების მე-4 ეპიზოდი ამავე არხზე. აღნიშნული შეხვედრის მსგავსად ნულოვანი ფრედ აფიქსირდა სატურინო ცხრილის ლიდერის სპაერის და ტყიბულის დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ ამავე ტურში სეზონის პირველი მარცხი განიცადა დინამო ბათუმმა, რომელიც რუსთავს ესტუმრა და 0-3 დამარცხდა. მოქმედმა ჩემპიონმა იბერიამ კი სამგურვალს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. 1-1 დამთავრდა შეხვედრა გორში, სადაც დილამ გაგრას უმასპინძლა. ბოლოს გიტოვებთ მე-6 ტურის გოლებს და კომენტარებში დაწერეთ, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად. აქვე თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მეტი გოლი აქვს გატანილი. აბა კარდავა, კარგი მომენტი, მასპინძლები გააქტიურდნენ, გოშტელიანი მშვენიერი შანსი ანგარიშის გასახსნელად და გახსნა კიდეც იბერია 1999-მა კაპიტანმა გაიყვანა წინ. ურამ გოშტელიანი ამ სეზონში ეს მისთვის არის მეორე გოლი. 10 ქულით გოშტელიანმა თავად დაიწყო ეს ეპიზოდი, მისი გააქტიურება, აჩქარება მერე კარდავას პასი საჯარიმოში, არადამაჯერებელი მოქმედება დაცვაში რიანი იყო ძალიან ცუდი. დაკარგა ბურთი, ფეხი დაუწდა, მერე გოშტელიანმა როგორი ესე დიაგონალური რეიდი შემოგთავაზა ორ ცოლს შორის და პლუს მეკარის წინააღმდეგ უტევს იბერია. სელიმოვიჩი 2-0. რამხევაზე ახტა აქ ლუქსემბურგელი ცენტრალური მცველი. ამდენად უშლიან მეკარის ხელს და რამდენად იყო მეკარიზე თავდასხმა, ეს არის გასარკვევი. კონტაქტი არის ფეხბურთელებს შორის, ეს ჩანს. აქედან ასეთი რაკურსი ძნელი გასარჩევია ვენდოთ და მის საბოლოო სიტყვას. გოლი გაუქმებულია და მათ შორის ხორხელი ამჯერად მისი დარტყმა, მისი ძმის დარტყმა და მოიგერია ეს ეპიზოდიც. და აქ კარგი ეპიზოდი, როგორ გაიჭრა ხაზი 2-1 წინააღმდეგ არიან და ლუკას კაფე. ბრაზილიელს გააქვს გოლი და ედოშვილი. საგოლე გადაცემის ავტორი, ბრავო ახალგაზრდა ფეხბურთელს, საქართველოს 21 წლის ნაკრების წევრი იყო, იგი შარშადელი ევროპის ჩემპიონატის დროს. მშვენივრად ითამაშა, როგორ გაჭრა ხაზი, როგორ გაიყვანა აქ ორი თანაგუნდელი, ამირად ზაგანია და ლუკას კაფეოლივეი და მეკარის წინააღმდეგ. შემდეგ დატოვა ქვეყანა, ითამაშა ზლინში ჩეხეთში და დაბრუნდა აგერ ასეთ გუნდში როგორიც იბერია, რომელიც ახლა გოლს უშვებს და ეს გოლი გაქვს ლაშა ყვარაცხელიას, რომელზე ვისაუბრებ ზლინგდან დაბრუნების შემდეგ ითამაშებს იბერიაში. შეცვლის ლუკას კაფეს და მარცხენა ფლანგიდან შეუტევს. საწყის ტურებში ამ პირველ 5 შეხვედრაში სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობდა და გარკვეულ პარულავას შესანიშნავი დარტყმა და გატანილი გოლი ამ ეპიზოდში რა კარგად მოხდენილად ზუსტად შეასრულა ეს დარტყმა ოთარ პარულავა. იძლება დაიკმაყოფილეს კიდევ ერთხელ განმეორებით, ხო კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა დილას აქ გაატარა მეთეშაშვილმა ბურთი, იცოდა რა რომ იქ პარულავა იყო და საბოლოოდ პარულავამაც ამ უზადო ტექნიკური წინვალე დარტყმით იქ ასხლეტაც იყო, მე მგონი თუ სწორად შევნიშნე კი მე მგონი ასხლეტაც იყო ეს ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და 1-1 მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება გაგრას მოთამაშეებმა. გოლის ავტორი ვლადიმერ არსიჩი გახლავთ, ბოსნიელი ფეხბურთელი, რომელიც სადებიუტო გოლის ავტორი ხდება. გაშვებული გოლიდან გაგრელებმა შეძლეს რაღაც განსაკუთრებული უპირატესობის გარეშე წონასწორობის აღდგენა. ესეც ის შემთხვევა, როდესაც უკვე ორივე გუნდმა გაიტანა გოლი და ესეც ის შემთხვევა, როდესაც უკვე 13 თამაშიანი სერია დაასრულა გაგრამ დილასთან ვერ გატანილი გოლებისა. მარაკში ორ პაუზასთან ერთად ჩაწოდება დარტყმა და გაიხსნა ანგარიში ახერხებს რუსთავი წინ გასვლას ირაკლი იაკობიძე გატანილი გოლის ავტორი. საძემ ცეიხასის ჩაწოდება საინტერესოა რა მოხდა, ნახეთ სად მოუძებდა ის სივრცე რომ ფეხი ახსე დაეხვედრებინა ბურთისთვის. ეს იყო აუღებელთა კატეგორიაში. ჩაწოდება თურმაინძე გამოდის, არის კარი წარიელია და შან ალმეიდას კიდევ ერთი გოლი. კუთხური და კიდევ ერთხელ გოლი
რომელიც გაიტანა ჟან ალმეიდამ, რომელიც იყო ძალიან რთული შესასრულებელი. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმყოფებოდა ჟანის წინ, მაგრამ კარგი შეტევა კობახიძე დროებით შეაჩერა. უსტავი შეტევა ოსეი, გუჯაბიძე დაარტყა შორიდან და ანგარიში ხდება 3-0. საჯერმოს გარედან მოახერხა გატანა.